მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ჩვენ ნახოთ თუ რა გველოდება იანვრის თვეში, 2026 წლის იანვრის თვეში. ზოგადად 2026 წელზე უკვე გვიდევს ასეთი გაშლები, მიდევს. და მოდით ნახოთ აბა თვითონ იანვარში რა გველოდება. გაშლა გვექნება 2 ან 3 ვარიანტიანი, დავარიგებ ახლა ვარიანტებს. რა გელოდებათ პირველ ვარიანტს 2026 წლის იანვარში და რა ელოდება მეორე ვარიანტს. 2 ვარიანტიანი გვაქვს. თვესაც ახლავე დავამატებთ. შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით მოიწონეთ პოსტი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ თქვენთვის სასურველი. ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდები თქვენს უკავშირს ლაიქებისა და კომენტარების სახით, ასევე პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. აირჩიეთ ვარიანტი. პირადი კონსულტაციები ყოველთვის ბევრად უფრო ზუსტი არის, ბევრად. კარგით, ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ იანვრის თვეში და ამავიდა პენტაკლების 3-იანი. პირველ რიგში იანვრის თვე თქვენთვის იქნება ახსავსე კომუნიკაციებით, ადამიანებთან მოლაპარაკებებით. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება შეურიგდეთ, ან კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება აღადგინოთ. იცით, უკვე იანვრის თვე, 22 დეკემბრის შემდგომ, როდესაც შემოდის იოლის დღესასწაული. ამ დროს სამყაროისეული ენერგიები ჩუმდებიან, იძინებენ. სამყარო ყოველთვის არის ამ დროს უფრო მეტად გაჩერებული. და ნახეთ თქვენს შემთხვევაში პირველი ვარიანტი, მე ვხედავ ასეთ სიტუაციას, სადაც თქვენ უფრო მეტად იქნებით თვით ანალიზში და ადამიანებთან კომუნიკაციებში. თითქოს ადამიანებთან კომუნიკაცია დაგეხმარებათ უფრო მეტად თვით ანალიზებში. ვისთვისაც ეს აქტუალური არის, რა თქმა უნდა, თქვენს რეალობაში იქნება რაღაც ახალი კონტრაქტები, ან ახალი კლიენტები, ახალი აუდიტორია. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება იანვრის თვეში პირველ ვარიანტს. ნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს იანვრის თვეში. არკანი კვერთხების 6-იანი, არკანი კვერთხების 8-იანი. მეგობრებო, ძალიან საინტერესო პროცესები შემოდის თქვენს რეალობაში იანვრის თვეში, იმიტომ რომ აქ აშკარად ხედავ იმას, რომ თქვენს რეალობაში მოდის მეტი გამარჯვება, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით. თითქოს თქვენ გაიმარჯვებთ საკუთარ თავზე, სადღაც გაიმარჯვებთ რაღაც თქვენს შიშებზე, რაღაც ნეგატიურ ფიქრებზე, გაიმარჯვებთ რაღაც ისეთზე, რაც აქამდე გეგონათ თქვენთვის მიუწვდომელი, თქვენთვის შეუძლებელი. გამიმეორებ, რომ აქ რაღაც ახალი კომუნიკაციები მოდის, ადამიანებთან მოლაპარაკებები, ვისთანაც ეს აქტუალური არის, აქ სავსებით შესაძლებელია იყოს გასაუბრებები, ხო? სამსახურთან დაკავშირებით, კარიერასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში იანვრის თვეში თქვენ თავს იგრძნობთ გამარჯვებულად, გამოხვალთ გარკვეული ისეთი სიტუაციებიდან, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ. აქ მოდის ასევე, რა თქმა უნდა, სრულიად ახალი მიზნები, ახალი მიზანდასახულობა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. მოდით კონკრეტულად ფინანსებზე ვნახოთ, როგორი იქნება იანვრის თვეში თქვენი ფინანსები და თქვენი პირადი. თითო არკანით ასე ფინანსებით დავიწყოთ და ფინანსებთან დაკავშირებით ამოვიდა კვერთხების 5-იანი. იცით, აქ შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, გარკვეული აზრთა დაპირისპირებები, იურიდიული გაურკვევლობებით შეიძლება იყოს სადღაც, თუმცა აქ ყველაზე მეტად რაც იგრძნობა, ეს არის ადამიანებთან კომუნიკაცია, ეს არის საკუთარი რეალობის, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის ერთის მხრივ კონტროლი, მეორეს მხრივ ამ კონტროლის დაკარგვის შიში უფრო სწორად. რაღაც ასეთი წამოვიდა, თუმცა კვერთხების 5-იანი არის ცოტა ისეთი კონფლიქტური ენერგია განსაკუთრებით ფინანსებზე, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ამ არკანში კონკრეტულად ხედავ იმას, რომ თქვენ სავსებით გააკონტროლებთ თქვენს სიტუაციას ფინანსებში. თავიდან ბოლომდე უბრალოდ აქ იქნება გარკვეული გამოწვევები უშუალოდ ადამიანებისგან. პირადს რაც შეეხება, აქ ამოვიდა არკანი იმპერატორი კაცი. პირველ რიგში თქვენს რეალობაში რაღაც დიდ როლს ითამაშებს იანვრის თვეში კონკრეტული იმპერატორი კაცი, რომელიც თქვენ მამაკაცი იყოთ, თუ თქვენ ხართ მამაკაცი და ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი, ამ შემთხვევაში ასეთი ეს იმპერატორი კაცი იქნება ქალბატონი.
შესაძლოა ზოდიაქოს ნიშნით ვერძი იყოს, ან რომელიმე სხვა ცეცხლის ნიშნის წარმომადგენელი და იმპერატორი კაცი რაზე მეტყველებს პირად სასიყვარულო ურთიერთობებზე. მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ იქნება უფრო მეტად манипуляციებით შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, ამიტომაც ასე ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ იმპერატორი კაცი არის ყოველთვის თქვენს გვერდით ადამიანი, რომელსაც ერთის მხრივ შეუძლია ყველანაირი პრობლემის მოგვარება, შეუძლია დაცვა, არა ფიზიკური გაგებით, არამედ მენტალური გაგებით გულისხმობ, დაცულობის შეგრძნების მონიჭება, ეს არის თვითდისციპლინის მქონე ადამიანი, ძალიან ძლიერი, ძალიან თავდაჯერებული, მაგრამ ამავდროულად ეს შეიძლება იყოს манипуляტორი პიროვნება. ხვდებით ხომ? ამიტომაც ამ კუთხით იყავით ფრთხილად. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა. და მოდით ახლა ჩვენ გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ იანვრის თვეში? არკანის სამართლიანობა. ეს არის მეგობრებო უფროსი არკანი და პირველ რიგში აქ ხედავ იცით როგორ ენერგიებს, რასაც დათესავთ იმას მოიმკით. პირდაპირ გაგებით, რასაც დათესავთ იმას მოიმკით. აი, განსაკუთრებით ახლა თქვენ რასაც აკეთებთ, აი ახლა როდესაც ეს ვიდეო შეგხვდათ, როდესაც ამ ვიდეოს უყურებთ, იანვრამდე ხო? ახლა რა პროცესებიც არის თქვენს რეალობაში და როგორც უმკლავდებით ამ პროცესებს, ამას სამყარო ძალიან კარგად აკვირდება, აი მაქსიმალურად აკვირდება. და იანვრის თვე იქნება მაქსიმალურად თქვენი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე წამოსული. ზოგადად ჩვენი რეალობა თავიდან ბოლომდე არის ჩვენი პასუხისმგებლობა. პირდაპირ ვიტყვი. ადამიანებს კი გვიყვარს ერთმანეთზე, ეგრეგორებზე, ყველაფერზე გადმობრალება. თუმცა ცხადია ყოველთვის ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ და არც უნდა გავაკონტროლოთ ყოველთვის აბსოლუტურად ყველა პროცესი, ხო? უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ თქვენს რეალობაში რა პროცესებიც ფიგურირებს, ეს პროცესები თქვენ თავად შეუშვით თქვენს რეალობაში გააზრებულად თუ გაუაზრებლად და აბსოლუტურად ყველაფერი თქვენს რეალობაში არის მოგვარებადი და ახლა ყოველ თქვენს გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული თუ როგორი იქნება თქვენთვის იანვრის თვე. იმიტომ რომ ახლა თქვენ ჩათვალეთ თესავთ გარკვეულ ნაყოფებს რომლებიც იანვრის თვეში აუცილებლად გამოიშლება. ნახოთ, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს იანვრის თვეში. ნახოთ აბა. რა ელოდება მეორე ვარიანტს იანვრის თვეში? არკანი კოშკი, მეგობრებო, მეორე უფროსი არკანი ვარსკვლავი, მესამე უფროსი არკანი და არკანი კვერთხებისათიანი. მეგობრებო, იანვრის თვე თქვენთვის ძალიან კარმული პერიოდი იქნება. კარმული არ ნიშნავს ცუდს, არ ნიშნავს რთულს ავტომატურად, არ ნიშნავს ნეგატიურს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცრუ ეზოთერიკოსის განაც და ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია დატრიალებს, მოკლედ რომ ითქვას და ხშირად მოდის ასეთი ინფორმაციები, რომ კარმული ყოველთვის არის რთული, ყოველთვის არის ცუდი, არა. რა თქმა უნდა, კარმული ძირითად შემთხვევაში პირდაპირ ვიტყვი და არ არის, მაინც და მაინც მარტივი. კარმული ხშირად მოისაზრებს საკუთარ თავში იმას, რომ გადიხართ რაღაც გარკვეულ გაკვეთილს, ხო? თუმცა გაკვეთილი შეიძლება იყოს როგორც ძალიან სასიამოვნო, ძალიან შემეცნებითი პირადად თქვენთვის, ასევე რთულიც. ამიტომაც არ არის აუცილებელი კარმული იყოს რთული, ხო? უბრალოდ აქ თქვენთვის იანვრის თვეში თქვენს რეალობაში შემოდის უმძლავრესი ტრანსფორმაცია 180 გრადუსით გადატრიალდება თქვენი რეალობა, ფუნდამენტალურად ჩამოიშლება ძველი თქვენი პროგრამები, ფუნდამენტალურად ჩამოიშლება თქვენი ძველი შეხვედრებები, ძველი სამყაროისეული აღქმა და ნახეთ თავდაპირველად ეს შეიძლება მართლაც რომ არ იყოს სასიამოვნო, იყოს საკმაოდ დამღლელი, საკმაოდ ისეთი სადღაც დამძრგუნველიც კი. ზოგი თქვენგანისთვის ხო, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება ახლა. მაგრამ ნახეთ, საბოლოო ჯამში თქვენ მიდიხართ არკანი ვარსკვლავის ენერგიებში. თქვენ მიდიხართ იმ ენერგიებში, სადაც გიყვართ საკუთარი თავი, გიყვართ საკუთარი რეალობა, ხართ კმაყოფილი ძალიან საკუთარი რეალობით, საკუთარი ენერგიებით, საკუთარი რესურსებით. როდესაც თქვენ, რასაც ქვია, აყვავდებით, როდესაც თქვენ თავს გრძნობთ თავდაჯერებულად, გრძნობთ რომ თქვენ სჭირდებით ადამიანებს, სჭირდება ადამიანებს თქვენი ცოდნა, თქვენი ენერგია. როდესაც თქვენ გრძნობთ სიყვარულს ადამიანებისგან და უპირველეს ყოვლისა
სამყაროსა და საკუთარი თავისგან. ხვდებით ხომ? ამიტომაც იანვრის თვე კი შეიძლება იყოს რთული, ახსოვსეთ ცოტა მძიმე და რთული გადაწყვეტილებებით, მაგრამ იცოდეთ რომ ფუნდამენტალურად ჩამოიშლება თქვენი ძველი პროგრამები და თქვენს რეალობაში შემოდის სრულიად ახალი ენერგიები, მაგრამ ეს ენერგიები არის საჭირო, იმიტომ რომ თქვენს რეალობაში დასრულდება საკმაოდ ნეგატიური პერიოდი. დავუმატოთ არკანები, თითო არკანით ვნახოთ აქაც მეორე ვარიანტისათვის როგორი იქნება იანვრის თვეში თქვენი ფინანსები და თქვენი პირადი. ვიწყებთ ფინანსებთან დაკავშირებით აქ ამოვიდა ხმლების მეფე. კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ აქ საჭირო იქნება თქვენთვის ფინანსებთან დაკავშირებით მეტად რაციონალური დამოკიდებულება, ვიდრე ემოციური. ცოტა გათვლა-გამოთვლა დასჭირდება თქვენს ფინანსურ ენერგიებს, ანუ მეტი დათვლა, მეტი რაციონალური განსაზღვრა, ნაკლები იმპულსური შენაძენები. ხვდებით ხომ? და პრინციპში ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენი ფინანსური ენერგია იყოს ნაყოფიერი და ძლიერი იანვრის თვეში. რაც შეეხება პირად სასიყვარულო ურთიერთობებს, აქ ამოვიდა უკვე თასების მეფე. აქ ძალიან დიდი შანსია საკუთარ თავთან მიმართებაში იგრძნო ძალიან ბევრი ყურადღება, იყოთ ახსავსე სიყვარულით, იყოთ ახსავსე ასეთი სასიყვარულო ენერგიებით. აქ ბევრი თქვენგანის რეალობაში შემოდის რაღაც ახალი სასიყვარულო ენერგია, ზოგის შემთხვევაში რა თქმა უნდა აქ იქნება, ვისაც ყავთ პარტნიორი, მათთან რეზონირდება როგორც პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ურთიერთობაში მეტი სიყვარული, მეტი ჰარმონია, ხოლო ვისაც არ ყავთ პარტნიორი და ხართ სრულიად მარტო, აქ თქვენს რეალობაში შემოდის ახალი ინტერესი და ახალი ინიციატივები. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, ნაყოფიერი თვე, წარმატებები და ნახვამდის.